ეს არის ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მინისტრი სოზარ სუბარი, თუმცა მანამდე სპეციალური რეპორტაჟი. პატიმრობას სასჯელი თუ ცხოვრების დასასრული ღია თამაშის ექსკლუზიური რეპორტაჟი დახურული სივრციდან, სადაც ადამიანთა უფლებები ყველაზე ხშირად ირღვეოდა. ცხოვრება სკანდალურ სივრცეში და მაყურებლის ინსტიტუტი და ნაცემი მსჯავრდებულები. ნაციონალურიდან საოცნებო ციხემდე, რაც ცვლილებები განხორციელდა სასჯელახსნელების სისტემაში, ღია თამაშის მონაწილე, როგორც უკვე გითხარით, ცოტა ხანში სოზარ სუბარი იქნება. ქსნის მე-15 დაწესებულებაში მე-13 საკანში პატიმრებს საღამოს 8 საათის შემდეგ ვესტუმრეთ. მსჯავრდებულები ეგრეთ წოდებული პრაგულკიდან 9 საათის დაბრუნებულები არიან. მათთვის საკნის კარი დღეში მხოლოდ 2 საათით იღება. დანარჩენ დროს ამ პატარა სივრცეში ატარებენ. იმიშიში არა გვაქვს, რომ ჩვენ დირექტორი მოვითხოვოთ და საღამოთი ჩამოვლენ და გვსემენ აქ. და იმიშიში არა გვაქვს, რომ კარები გაიღება და შემოვლენ და გვეტყვიან ელემენტარულ იმას, რატო ხარ წამოწოლილი და გაგულახავენ. ეს ყველაფერი წინა რეჟიმის დროს ხდებოდა და გამომდინარე აქედან ძალიან შეშინებული ვიყავით და ფსიქოლოგიურითაც დავარდნილები ვიყავით. გიორგი კილაძე ამბობს, რომ სხეულის დეფორმაცია წინა წლებში სისტემატური ცემისა და წამების შედეგად მიიღო. მსჯავრდებულები წამებაში ქსნის დაწესებულების ყოფილ ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ. მიიღების დროს იყო, ასე ვთქვათ, დახვედრა. მასპინძლო მაშინდელი დახვედრა იყო, დამტვრევა, დაზიანება, როგორ თქვა, დეფორმაცია მოქმედება. ცემის დროს აი ფაქტიურად მეტყობა ყური ჩამოხეული. დუბინკით ამ ცემდა დაყვა იმაზე მაგიდასა და იმიშოს წავიქეცი. და მას ჩაუმეხია ეს ყური და ანუ ლეპილას ვეძახით რა, პატიმარი იყო ექიმი. და იმან მაკრატილით მომაჭრა, მე ამ ყურს ვერ მივაკერებ. ტუბერკულოზი ავიკიდე 2011 წელს. არ იყო არანაირი პირობა იმისა, რომ გვეკვება და ამიტომ დავსუსტი, ტუბერკულოზი ავიკიდე. და 47 კილო ვიყავი. და ეხლა რაც აქეთ ავარქსანში მოვიმატე 14 კილო. საპატიმროებში ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას პატიმრებს არავინ უზღუდავს. ამასთან მსჯავრდებულთა რაოდენობის განახევრებამ შესაძლებელი გახადა ქსნის დაწესებულების ახალ შენობაში ან ბარაკული ტიპის ძველი შენობიდან პატიმრების გადაყვანა. ამორტიზირებულ შენობაში ერთი თვის წინ 700 პატიმარიც ცხოვრობდა. ერთ ბარაკში 200 პატიმარი იყო შესახლებული. ამჟამად ამ ტერიტორიაზე იგეგმება რემონტი, რათა გაუმჯობესდეს ის პირობები, რომ პირობებშიც უწევთ ცხოვრება პატიმრებს. სავარაუდოდ მომავლისთვის აქ იგეგმება აშენდეს დაწესებულება, სადაც მოთავსდებიან უვადო პატიმრები. არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ ქალთა კოლონიაშიც. ჩვენ ადრე ზონაზე, ქალთა ზონაზე შემოსული დირექტორი არ გვახსოვს. და დღეს ზონის დირექტორი შეიძლება რამდენჯერმე შემოვიდეს და რამდენჯერმე გკითხოს გოგოებო, ქალებო, ჩემო გოგოებო, რამე ხო არ გჭირდებათ. ბოლო პერიოდის მანძილზე ხდება გამოკვლევები, ხდება სამედიცინო ბარათების გადასინჯები და უტარდებათ დაწესებულების გარეთ სხვა სპეციალიზებულ კლინიკებში გამოკვლევები და ადეკვატური მკურნალობები. ქალთა დაწესებულების ახალი დირექტორი რესოციალიზაციის პროექტების გააქტიურებას გეგმავს. მათგან გავიგე, რომ ქონდათ ეს ცოტა კომუნიკაციის პრობლემა ადმინისტრაციასთან. ეს პრობლემა არ იქნება ნამდვილად, იმიტომ რომ უშუალოდ კონტაქტში მშავდებულთან მე მეძლევა საშუალება პირდაპირ გავიგო ინფორმაცია. რუსთავის მე-16 დაწესებულებაში დირექტორი რამდენჯერმე შეიცვალა. მსჯავრდებულებისთვის აკრძალული ნივთებიც კი შეჰქონდათ. ახლანდელმა ხელმძღვანელობამ კი გამოსავალი დაუმორჩილებელი პატიმრების დაშლაში იპოვნა და მასშტაბური შემოწმებაც დაიწყო. აღმოჩენილი იქნა პირველ ეტაპზე 7 აკრძალული ნივთი, რაც ტელეფონი არის, მობილური ტელეფონი. და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ეტაპობრივად დეტალურ შემოწმებას თითოეული საქმის, როგორც საქმის, ასევე ტერიტორიის. შემოწმების შემდეგ დაწესებულების გე-კორპუსის რეკონსტრუქცია და გარემონტება იგეგმება. აქამდე ერთ საკანში 55 პატიმარი იყო მოთავსებული. 55 კაცისთვის მხოლოდ ეს პირსაბანი იყო გათვალისწინებული, ასევე ერთი საპირფარეშო და მაგიდა, რომელზეც მხოლოდ ალბათ ერთდროულად 4 კაცმა შეიძლება ჭამოს საჭმელი და უწევდათ საკვების მიღებას მორიგეობით აღნიშნულ მსჯავრდებულებს. სახალხო დამცველის შეფასებით სასჯელახსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. ის თანხები, რაც ხმარდებოდა 25,000 პატიმრის, ასე ვთქვათ, მომსახურებას, დღეისთვის ფაქტიურად არის თავისუფალი. შესაბამისად, სამინისტროს უფრო მეტი რესურსი გაუჩნდა თავისუფალი, რომელიც რა თქმა უნდა არის შესაძლებელი, რომ იყოს მიმართული იგივე სამედიცინო ან პირობების გაუმჯობესებისთვის. წინა წლებისგან განსხვავებით ახლა პატიმრები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურების ამაღლებას ელოდებიან.
Adam Sozar, ასახავს თუ არა რეალობას სიუჟეტი, რომელიც ჩემმა კოლეგამ მოამზადა? მეტნაკლებად. უბრალოდ აქ რაც არის ნათქვამი სიმართლეა, მაგრამ ეს სიმართლე იმის მიღმა რაც არის გაცილებით ბევრი, იმდენად ძიმე მემკვიდრეობა დაგვდა და იმდენად რთული სისტემა, აქ პრობლემების აღმოფხვრას კიდევ დასჭირდება არაერთი თვე და შეიძლება არაერთი წელი. ანუ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არ არის ციხეში და დაწყებულია რეფორმები. თუ შეგვიძლია ამ ეტაპზე ვთქვათ, რა რეფორმები გატარდა ამ დროისთვის ციხეში? ჯანდაცვაზე იყო ლაპარაკი და ამით გავაგრძელებ. ელემენტარულად ათასობით ადამიანი, რომლებიც იყვნენ წამების ხერხი, ან რომლებსაც უბრალოდ წლების განმავლობაში არ მკურნალობდნენ და დაგროვდა ეს ჯანმრთელობის პრობლემები, დღეს მათი გადაჭრა ერთდროულად არის შეუძლებელი. თუმცა თქვა შეგვიძლია ესეთ დინამიკას მივადევნოთ თვალი. თუ წინა თვეებში განსაკუთრებით მძიმე ჩივილებით მოდიოდნენ, დღეს უკვე შედარებით უფრო მსუბუქი ჩივილებით მოდიან და მსუბუქ ჩივილებზე გვიწევს მკურნალობა და ეს არის წინსვლა, იმიტომ რომ ის განსაკუთრებით მძიმე ვინც იყო, იმათ ზოგს ოპერაცია ჩაუტარდა, ზოგს უმკურნალეთ, ძალიხში შემთხვევაში ეს არის ძალიან ძვირადღირებული მკურნალობები, რომლებსაც ვატარებთ. არის ძალიან სერიოზული პრობლემები ფსიქოლოგიური, ფსიქიკური, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში იყვნენ სტრესში, იყვნენ წამების ხერხში, დღეს როდესაც ეს რეჟიმი მოიხსნა, შესაბამისად აი დაგროვილმა თუ დათრგუნულმა რაღაცა ემოციებმა ეხლა პოვა გასაქანე და ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის სისტემის მართვის თვალსაზრისით. მესამე ერთი სერიოზული პრობლემა რაც არის საომავლო და რაც არის გასაკეთებელი არის ის რომ წეგან ვახსენეთ მე-16 ზონა რომელიც დაიშალა, იმიტომ რომ იქ ურთიერთობების პრობლემა იყო, იქ იყო პრობლემა თქვა აკრძალული ნივთების და მთლიანობაში რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, ხდება მახელისუფლება გნებავთ ვინმე სხვა თელ ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში აი ეს მაყურებლების სისტემა, ეს ქურდული მენტალიტეტის პრობლემა დარჩა და არის დღესაც არის საქართველოს ციხეებში. კითხვა მინდოდა თქვენთვის დამესვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხეში მაყურებლის ინსტიტუტი ისევ არსებობს. როგორ აპირებთ, რომ გაუმკლავდეთ ამას, ისევ არ გაართულოს ვითარება? ბატონო, გიპასუხებთ. ეხლა მოდი, ჯერ იმათ საპასუხოდ, რომლებიც ამბობენ, რომ თვითონ დაბრუნება დაიწყო. გახსოვთ ჩემი თავრობის დამტკიცებიდან 4 დღეში დაიწყო პირველი გამოსვლები რუსთავის მე-16 დაწესებულებაში და მაშინ ვამბობდი ჩვენ რომ ამ გამოსვლებს ხელმძღვანელობენ მაყურებლები. მაშინ საზოგადოებამ რაღაცნაირად ის გაატარა და სამაგიეროდ თავარი თემა იყო რომ თურმე დირექტორმა რომელიც დანიშნული იყო ორ მაყურებელს უთხრა რომ თუნდაც ბაჩოს რომ მოგენატრებათო და ამაზე ატყდა ხმაური რაღაცა რომ თითქოს რაღაც წარმოუდგენელი რამ მოხდა, თუმცა კაცმა არ იცის თქვა თუ არა, რო ეთქვა ეს სრული საკმარის საფუძველი იქნებოდა მისი გათავისუფლებისთვის, მაგრამ კაცმა არ იცოდა. თავრობის დამტკიცებიდან ორ კვირაში პირველი გამოძიება ჩატარდა გენერალური ინსპექციის მიერ უკვე ქსანში, ქსნის მე-15 დაწესებულებაში, საიდან 5 თანამშრომელი გათავისუფლდა იმის გამო, რომ ისინი თანამშრომლობდნენ მაყურებლებთან და მაყურებლები მათი ზედამხედველობით კრებავდნენ ეგრეთ წოდებულ საერთოს, ოფშიალს. ეს გამოიხატებოდა არა ფულში, არამედ სიგარეტებში, ტელეფონის ბარათებში, სურშტატში და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტთან გამკლავება შეიძლება, მაგრამ ამ ინსტიტუტთან გამკლავებას ვერ შეძლო წინა ხელისუფლებამ აი თავისი სასტიკი რეჟიმით, ხო, ამას შეიძლება უფრო სისტემური მიდგომა. და რა არის ეს სისტემური მიდგომა? სისტემური მიდგომა ის არის, რომ სხვადასხვა ტიპის რეჟიმები მკვეთრად განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ეს მენტალიტეტი, მათ არ ქონდეთ საშუალება სხვებზე მოახდინონ გავლენა. აი ეს არის სისტემური რეფორმა. თუმცა დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხეში არის საკმაოდ რბილი სიტუაცია მსჯავრდებულებსა და ბადრაკს შორის. მე გულისხმობ მოპყრობას და ურთიერთობას. და ამბობენ რომ ეს შესაძლოა გახდეს პრობლემა ახლოს მომავალში და ვერ მოხდეს პატიმრების დამორჩილება. თქვენ ხართ საქმის პატიმრების ცხადად საქმის კურსში თუ არის სისტემაში რომელსაც ხელმძღვანელობ. პატიმრების დამორჩილება რო ვერ მოხდეს, ეს პრობლემა არ არსებობს. მე თავიდანვე ვთქვი რომ უნდა მოხდეს სისტემის გაადამიანურება და ეხლა წერანაც ამბობდნენ, ხო, აღარ არის ის შიში რომ ტყუილუბრალოდ ადამიანს ცემენ და ზოგადად ტყუილუბრალოდ ცემა რას ქვია? ცემა ზოგადად არის აკრძალული და არ შეიძლება წამება არის აკრძალული. თუმცა თანამშრომელს ზედამხედველი იქნება თუ ბადრაგი აქვს ადეკვატური ძალის გამოყენების უფლება და მოვალეობაც თუ კი ამის საჭიროება იქნება და ისინი ამას გამოიყენებენ. ვინც ვერ გამოიყენებს, როცა საჭირო იქნება, სწორედ ამის გამო
იქნება ის დასჭილი. ასე რომ ეს არის ანუ შუაში არის უკიდურესობა არც ერთი ვარ გადაარწმუნე, არც ქაოსი, არც სასტიკი რეჟიმი. როცა ჩვენ მოვედით მოპატეთ და მომთავრებ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ მოვედით, დაგვხვდა ქაოსი. ქაოსი აი კადრების გავრცელებიდან მთავრობის დამტკიცებამდე დავახლობთ 2 თვე-ნახევრიან პერიოდში, რომელიც დაინერგა. მაშინ ესეთი სიტუაცია იყო, რომ ძალიან ბევრი საავადმყოფო ჩვენ ვარც გვეუბნებოდა კონტრაქტის გაგრძელებაზე, იმიტომ რომ ბადრაგი, რომელსაც საავადმყოფი გაჰყავდა საავადმყოფოში, ვერ ახერხებდა იქ წესრიგის დამყარებას. დღეს ეს პრობლემა აბსოლუტურად არის მოხსნილი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი პატიმარი გაგვყავს საავადმყოფოებში, ვიდრე გაგვყავდა თქვათ იმ პერიოდში. ასევე აქედანაც ჩანს, რომ წესრიგის დამყარება გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ციხის შიდა ტერიტორიაზე მოხდა ნარკოტიკი, რის გამოც ქუთაისში გარდაიცვალა პატიმარი. დაადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას და როგორ შეიძლება მოხდარიყო, იმიტომ რომ წინა ხელისუფლების დროს ჩვენ ვიცით წამების ფაქტები და არაადამიანური მოპყრობა პატიმრებზე, თუმცა არ ყოფილა არასდროს ინფორმაცია, რომ ციხეში შევიდა ნარკოტიკი. პირველი ციხეში ნარკოტიკი შევიდა თუ არა ნამდვილად არ ვიცით, იმიტომ რომ სანამ ექსპერტიზა არ დაადგენს და არ იტყვის პასუხს, ამის თქმა არის ძალიან ძნელი. მეორე წინა ხელისუფლების დროს ნარკოტიკი რო არ შედიოდა, ეს არის ტყუილი აბსოლუტურად, იმიტომ რომ სოფლიოს ნებისმიერ ციხეში, ნებისმიერ არ არსებობს ესეთი ციხე, სადაც ნარკოტიკი ვერ შევა. შეიძლება იყოს ესეთი ძალიან მკაცრი რეჟიმის ციხე, თქვა მეშვიდე და წესებულება ან ასე შემდეგ, სადაც შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს, თორე ციხეში სადაც არის 250, 300 თანამშრომელი, იმის გამორიცხვა, რომ არც ერთი ყველა თანამშრომელი ხდება პატიოსანი, ყველა თანამშრომელი ხდება პრინციპული და არც ერთი არ შეიტანს ნარკოტიკს, ამის გამორიცხვა არის გამორიცხული. უბრალოდ ამაზე მუდმივი კონტროლი უნდა იყოს. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება აი რამდენიმე დღის წინ გავრცელებული კადრები, სადაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოხდა, სადაც ჩანს როგორ ხდება ერთი თანამშრომლის გაჩხრეკვა, ხო? და ნუ თქვა, რატო არის ამ ადამიანს თქვა ბუქნებს აკეთებინებენ. ეხლა ყოველდღე ვერ გაჩხრებ ყველა თანამშრომელს, მაგრამ იქ აკრძალული ნივთის შეტანის გზა ერთ-ერთი ასეთია, ხო? ადამიანი თავისი სხეულით თანამშრომელს შეაქვს თქვა ნარკოტიკი, ან რაიმე სხვა აკრძალული ნივთი, მაგალითად ტელეფონი. ამის აბსოლუტურად გამორიცხვა შეუძლებელია ნებისმიერ სისტემაში და ის ვინც ამბობს რომ ეს არ ხდებოდა, ის იტყუება. ჩვენ როცა მივედით, ჩვენ დაგვხვდა მაქსიმალური კონტროლი. არის მაქსიმალური კონტროლი და ეს მაქსიმალური კონტროლი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველა უაღრესი თანამშრომელი, ვინც გამოვლინდება, იქნება გაშვებული. მეკთამეობაზე, როდესაც მე მიყვებოდნენ, რომ მოვედი, მართლა მეგონა, რომ აი როგორც არის თქვა პოლიციაში, სადაც იყო ბანო მერაბიშვილის დონეზე კორუფცია, მაგრამ მოისპო ქვედა დონეზე, ხო? მეგონა თითქმის ყველა სისტემაში ასე იყო. როცა ამ სისტემაში მოვედი და იქ დავიწყეთ პირველი ძიება, იქ აღმოჩნდა რამდენად გახრწნილი იყო სისტემა ქვედა დონეებზე, სადაც ყველაფერში ხდებოდა ფულის აღება. მაგალითად, ისა ქმარი ცოლს ან მამაშვილს ფანჯარაში მინის მიღმა დაელაპარაკება, ტელეფონით თუ გადაეხოვდა 5 წუთით ჩაეხუტება, ამაში იღებდნენ ფულს 50-დან 100 ლარამდე და ყველაფერში ხდებოდა ფულის აღება. ხო და როდესაც მე ამაზე საჯაროდ ლაპარაკობდი, თვით ჩემს მეუღლესაც კი არ სჯეროდა, სანამ ვიღაც თქვა ნაცნობს პატიმარს არ შეხვდა, რომელიც მოუყვა რა ხდებოდა და მოვიდა სახში და თქვა რომ თურმე ყველაფერი სიმართლე ყოფილა, რასაც შენ ამბობდიო. იმდენად იყო დახურული ინფორმაცია ნაციონალების დროს, რომ აი ესეთი რამეები არ გამოდიოდა და როცა გამოვიდა, არავინ არ იჯერებდა, სანამ უშუალოდ იმ ხალხმა, გამოსულმა ხალხმა არ დაიწყო ამის მოყოლა. და რაც შეეხება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და დასკვნას, რამდენად რეალურია და რამდენად იღებთ თქვენ მის რეკომენდაციებს? სახალხო დამცველის ზოგადად მოხსენება მე შევაფასე ძალიან მაღალ დონეზე და მისი რეკომენდაციები არის ძალიან ფასეული წინადადებები, რომელთა ბევრი ნაწილი გათვალისწინებულია, მაგალითად, როდესაც მან მოგვაწოდა რეკომენდაცია, რომ მეშვიდე საპრობილეში, სადაც სხედან კანონიერი ქურდები, მიუხედავად იმისა, თუ რა წარმოადგენენ ისინი, არ უნდა იყოს დისკრიმინაცია და მათ უნდა ჰქონდეთ ტელევიზორის ყურების უფლება. აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნაა, რომელიც გავიზიარეთ და დღეს იქ ეს აღდგენილია. იგივე ხდება ძალიან ბევრ მიმართულებით. არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ჩვენ არ დავეთანხმოთ, განსხვავებული აზრი ჰქონდეს და მე მგონი ეს ნორმალურია. ნუ მაგალითად იგივე ჯანმრთელობის სტანდარტებზე როცა არის ლაპარაკი, აქ შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს და თუ აქ კამათია ჩვეულებრივი, ხო, შეიძლება ჯანდაცვის ექსპერტები ჩავრთოთ, ჯანდაცვის სამინისტროს დავეკითხოთ და როგორიც იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან რეკომენდაცია, იმ გზით წავალთ. მხოლოდ იმის გამო, რომ თქვათ პატიმარი რაღაცას ითხოვს, ვერ გავაკეთებთ, განსაკუთრებით როცა ჯანდაცვაზე ლაპარაკი, ხო, ვერ განვახორციელებთ იმ ღონისძიებებს, რასაც ეს ადამიანი ითხოვს, იმიტომ რომ აქ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. ეხლა მაგალითად ერთი პატიმარი ამის წინ ამბობდა, რომ მას არ უჩენენ სათანადო ყურადღებას და არ გაჰყავ საოპერაციო და არ გაჰყავთ საავადმყოფოში. როდესაც გავიკითხე, რამდენიმე თვის განმავლობაში 12 ჯერ არის გაყვანილი ქალაქის საავადმყოფოში და ზუსტად აი ამ კვირაში არის ჩანიშნული ოპერაცია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია და უნდა გაუკეთდეს. და ეხლა
ას ადამიანი რასაც ყვება, ხვალ რო თქვა სიტყვაზე ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში განაცხადოს, რომ აი ეს ადამიანი ამას ამბობს და თურმე ადამიანს არ კურნალობენ, არ იქნება სწორი, ხო? უნდა მიხვიდე იქ ეკიპს კითხო, დირექტორს კითხო. დაახლოებით კიდევ რა დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ეს წესრიგი დამყარდეს ციხეში და თქვენ უფრო თამამად შეძლოთ იმ ყველაფერზე საუბარი და არა დაუშვათ თქვენი ოპონენტების ბრალდებებზე მოგიწევთ პასუხისგაცემა. ან შეძლებთ თუ არა ამას, როგორც მინისტრი? იცით რა, ამაზე მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია თქვენზეც და საზოგადოებაზეც პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ესეთ მდგომარეობაში ვართ. დირექტორმა თქვა, რომ მაყურებლები აღარ იქნებიან ციხეში, მაყურებლებმა ატეხეს რაღაცა ხმაურის იმიტაცია და მთელი საზოგადოება ჩვენ გვაკრიტიკებდა, რომ სასტიკ რეჟიმს ვამყარებთ. მეორე დღეს რაღაც საპირისპირო ხდება, რომ თითქოს იქ რაღაცა ქაოსია, წესრიგი არ არის და იგივე საზოგადოება ჩვენ მოგვიწოდებს უმკაცრესი ზომების გატარებისკენ და ასეთ დროს თუ თქვათ ეცაღანო მაგალითად მოვიყვანთ. პატიმარი იტყვის, რომ მას არ კურნალობენ, სანამ ეს ინფორმაცია გავრცელდება და ამაზე ატყდება ხმაური მედიაში, მანამდე ჯობია გააირკვეს, რა დაავადება აქვს, იყო თუ არა გაყვანილი სამედიცინოში, რა დახმარება მოუჩინეს და ამის შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ არასაკმარის ვაკეთებ, გითხრათ, რომ არასაკმარის ვაკეთებ და თუ გვეტყვიან, რომ მაქსიმუმი გავუკეთებია, ესეც ცნობილი იქნება. ხო, არ შეიძლება ერთი ადამიანის წამოძახილზე დაიწყოს მთელი კამპანია. ახსოვს ერთი პატიმარი იყო, რაღაცა Facebook-ზე დაწერა, რომ მინისტრმა არ მიპასუხა ტელეფონზე და იყო რომ ადამიანი კვდება და გავიკითხე ეს ადამიანი არც, ავად ყველა არის ხა 10000 ადამიანი რაღაც თუნდაც ავად არის, არც განსაკუთრებით მძიმედ იყო, არც განსაკუთრებით რაღაცა პრობლემები ჰქონდა და იმის გამო რომ თურმე მინისტრმა ტელეფონში არ მოისმინა დიაგნოზი, რომელიც ახლა არ არის მართლა მინისტრის საქმე, ამაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო ხმაური იმაში. ჩვენ დროიწურება, საეთერო დროიწურება ბატონო სოზარ და ორი კითხვა უნდა მოვასწრო, უბრალოდ ერთი კითხვა და ერთი პირობა. ჩვენ გარკვეული დროის შემდეგ ისე ვგთხოვთ, რომ შევიდეთ დახურულ სივრცეში და კიდევ გადავამოწმოთ სიტუაცია და ეს ნახოს საზოგადოებამ, თუ რა თქმა უნდა იქნება შესაძლებელი. და აქტუალური კითხვა, რომელიც დღეს თითქმის ყველა მედია საშუალება ამას სვამს და ავრცელებს. ერთ-ერთი მინისტრი დაემშვიდობება მინისტრთა კაბინეტს. არსებობს ვერსია, რომ თითქოს შესაძლოა ეს იყოს სოზარ სუბარი. თქვენ ფლობთ რამე ინფორმაციას, მიახლოებით მაინც ვიზია საუბარი, ან გამორიცხავთ თუ არა თქვენს თავს? ძალიან სასაცილოა, როცა ეგეთი კითხვები ისმება. რა ნიუსები კეთდება, რაზე რამდენი 22 მინისტრი ვართ, ხო? მოდი ჟურნალისტი და არა ერთ-ერთი მინისტრი ხო მაგრამ როცა ეს არის თავისთავად ნიუსი რომელიც შეიძლება ხვალზე გადადასტურდეს. ეხლა მე რაღაც ინფორმაციები მაქვს, ეხლა აღარ დავიწყებ ამაზე ლაპარაკს სადმეც, მაგრამ უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ 22 ინფორმაცია ვრცელდება, რომ რამდენ მინისტრს ინფორმაცია სოზარ სუბარზე ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ აი ეგ არის ზუსტად არასწორი მიდგომა წეღარაზეც ვლაპარაკობდი რა. 22 მინისტრთან 22-თან მივა სხვადასხვა ჟურნალისტი, 22-ე იტყვეს რომ მე ჩემ თავს არ გულისხმობ და 22 ახალი ნიუსი გავრცელდა. არ შეიძლება ესე ხელოვნურად ნიუსები შექმნა რა. მაშინ წადით ცოტა შორს, გამოიძიეთ, გაიკითხეთ და ისე გააკეთეთ დასკვნა რა. ხო არ შეიძლება ეს იყოს ნიუსი ახლა რომ სოზარ სუბარი რას ამბობს თავის თავიდან, დღეს იგივე კითხვით გიორგი მარგველაშვილს მიატყვნა, არასერიოზულია. გასაგებია. დიდი მადლობა, თუმცა ეს იყო საზოგადოების დიდი ინტერესი და მეც ეს შეკითხვა დავსვი. ჩვენს კითხვას პასუხობდა სოზარ სუბარი, რამდენიმე წუთში უკვე რეკლამის შემდეგ თეაშველიძე ბიზნესის ამბებით შემოგვიერთდება. ხარმოკლე პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, ახლა კი მცირეოდენი განტვირთვა და თავისუფალი რეპორტაჟი. სოფო ზედელაშვილი ღია თამაშის მაყურებლისთვის ქართული ფემინიზმის ნიუანსებში გარკვევა შეეცადა და როგორც თავად ამბობს, საკმაოდ საინტერესო რეპორტაჟი მოამზადა. ბევრი რომ გავაგრძელო მოკლედ ფემინიზმის განმარტება შევეხები, მათ ვისაც ეგრეთ წოდებული მოხალისეების შესახებ ამ დრომდე ბევრი რამ არ გაურკვევია. კლასიკური განმარტებით ფემინიზმი საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მიზანიც ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორებაა მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში. Let's go girl. ნებისმიერ აქტივობაში არის ქალსა და კაცის შორის უთანასწორობა. ანუ კაცს აქვს უპირატესობა და ქალს არაფერი. ეს თბილისში მდებარე ფემინისტური კაფეა. ეს კი ქართველი ფემინისტები არიან. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი პირველად 2 წლის წინ აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა. მას შემდეგ არაფორმალური გაერთიანების წევრებმა საზოგადოებას თავი კიდევ არაერთი აქციით დაამახსოვრეს. ვინ არიან ფემინისტები და რას ურთმათ? ჩვენ ვართ ქალები,
სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ინტერესების, ჩვენ ვერთიანდებით გარკვეული ღირებულებების გარშემო და ეს ღირებულებები ეფუძნება ადამიანების თანასწორობას. პირველი შეკითხვა იყო ყოველთვის რატომ გახდი ფემინისტი? და მე აღმოჩნდებოდა ხოლმე რომ თითოეულ ამ ადამიანს გონია ზუსტად ესე რომ ფემინისტი რომ გახდე ამისათვის ესე იგი ან ბავშვობაში უნდა გაგაუპატიურონ ან კაცმა უნდა მიგატოვოს ან მამამ უნდა მიგატოვოს ანუ კაცებზე უნდა იყო გაბრაზებული სინამდვილეში ბუნებრივია ასე არ არის ქალები ჩვენ საზოგადოებაში იმყოფებიან ანჯერ ოჯახის კონტროლის ქვეშ შემდეგ ისინი გადადიან ქმრის კონტროლის ქვეშ და თუ კი არსებობენ გამონაკლისები რომლებიც ამ შემთხვევაში დინების საწინააღმდეგოდ მიდიან თუ შეიძლება ესე ვთქვათ მათთვის ჩვენი საზოგადოება არ იშურებს სტიგმებს და ნუ ასე ვთქვათ პირობითად ვთქვათ ქვებს დისკრიმინაცია, სტერეოტიპები და უთანასწორობა ის პრობლემებია, რომლის წინააღმდეგაც ფემინისტები მუდმივად გამოდიან. სადაზღვევო კომპანიის სარვამარტო ვიდეორგოლი ერთ-ერთი პირველი რეკლამა იყო, რომელმაც ქართველი ფემინისტების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. რეკლამაში ნაჩვენები იყო ქალი, რომელიც მანქანის მართვისას მაკიაჟს იკეთებს. ფემინისტებმა რეკლამას ასე უპასუხეს. ესეც ფემინისტების მიერ მომზადებული ვიდეორგოლია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგების sapasუხოდ გავრცელდა. ფეხებს მე თვითონ დავება. ზუსტად ერთი წლის წინ ილია მეორემ ქალებს ქმრის მორჩილებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ცოლმა სახლში დაბრუნებულ დაღლილ ქმარს ფეხები უნდა დაბანოს. საზოგადოებაში კაცი არის ქალის პატრონი. ადამიანს არ შეუძლია იყოს მეორე ადამიანის პატრონი. იცით თუ არა, რომ მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი ქალები ეკატერინე გაბაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე და კატო მიქელაძე ფემინისტები იყვნენ. მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამ ნაკლებად ცნობილ მხარეზე თანამედროვე ქართველი ფემინისტები ახალ დოკუმენტურ ფილმში გვიამბობენ. რადგან შემოქმედს ქალად დაუბადები ხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმა გაკვედილი ჩუმად იყო, არავის შეხედო, არსაც ახვიდე. იმედია რაც ქედმაღლობაში არავინ ჩამომართმევს, მაგრამ ბოლოდ ყველა განათლებული ქალი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ფემინისტი იყო. როგორც წესი, დიდი წინააღმდეგობა ხვდებათ ფემინისტებს და რაც უფრო დიდი წინააღმდეგობა ხვდებათ, ესე იგი მით უფრო კარგად მუშაობენ ისინი. რამდენიმე კვირის წინ აბორტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ორი აქცია კანცელარიასთან ერთდროულად გაიმართა. კამათი აბორტის უფლებაზე ეროვნული ფრონტის წარმომადგენლებსა და ფემინისტებს შორის რამდენჯერმე გამწვავდა. პოზიცია არის ხოლმე ესეთი, რომ აბორტი აუკრძალოთ და არც ქალს არც კაცს სექსუალური განათლება არ მივაწოდოთ ამასთან ერთად. და არგუმენტი არის ხოლმე ის, რომ აი ჩვენი წინაპრებიც მშვენივრად იმაშვებოდნენ, მრავლდებოდნენ აბორტის და სექსუალური განათლების გარეშე. გადავწყვიტეთ, რომ მივსულიყავით და დავდგომოდით წინ იმ ადამიანებს, ვინც აქამდე ფაქტობრივად წინააღმდეგობის გარეშე ახერხებდნენ ესეთი აზრების ტირაჟირებას. რატომ ეწინააღმდეგებიან კატეგორიულად აბორტის აკრძალვას ფემინისტები? იმ ქვეყნებში, სადაც აბორტი არის აკრძალული და ამის მაგალითი არის პოლონეთი, თუნდაც ხო, რომელიც არის ევროპის ნაწილი. კატასტროფულად გაიზარდა რიცხვი, ასე ვთქვათ, იატაკქვეშა აბორტებისა, იმიტომ რომ ქალები მაინც იკეთებენ აბორტს. გაიზარდა რაოდენობა მიტოვებული ბავშვების და ანუ რეალურად პრობლემა, როგორც ასეთი, ის რაც პრობლემა ეგონათ იმ ადამიანებს, ვინც კრძალავდა აბორტს, არ აღმოფხვრილა. Facebook მხარდამჭერთა არც თუ მცირე ჯგუფის არსებობის მიუხედავად ქართულ ფემინისტებს უფრო ხშირად აკრიტიკებენ. მათ მიერ გამართული აქციები კი საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს. გამომცემლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ და ღია თამაშის ექსპერიმენტი თაია, ანუ ჩვენი კორესპონდენტი რევოჟა სოდნო მოგვიანებით შემოგთავაზებთ და ასევე ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართება დებატები. გავრცელებული ინფორმაციით ფოც სტიქიური უბედურება ემუქრება, ანუ მოწყდება თუ არა დანარჩენ ქვეყანას ქალაქი, ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ნახავთ ჩვენი კორესპონდენტის რეპორტაჟს, რომ დაგველოდეთ. ირაკლი ჩიხლაძე და იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. ახლა გავიგოთ რა ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენს პარალელურად მოემზადება ახალი და სოფო ჩაკვეტაძე, რომელიც უკვე გვეტყვის რა ხდება საქართველოში. გაერო სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს. შეერთებული შტატების სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებას მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება შეადანაშაულებს. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბაშარ ასადის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებები ისმის. სირიული მედიის ცნობით ამბოხებულებმა ქიმიური იარაღი დედაქალაქის გარეუბანის დაბომბვისას გამოიყენეს, რის შემდეგაც სამთავრობო არმიის ჯარისკაცებს მისი ზემოქმედების სიმპტომები აღენიშნება.
ეს არის ტექნიკური პრობლემა, რომელიც რა თქმა უნდა ხდება, თუმცა მოგვიტევეთ. ახლა კი სოფო შემოგვიერთდება და გვეტყვის 7 საათისთვის რა ხდება საქართველოში. ახლა კი მთავარი თემა, რის შემდეგაც უკვე დებატები უნდა გაიმართოს. ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა თუ თამაშის ერთიანი წესები გამომცემლებისთვის. ხდება თუ არა ეს ბიზნესი წამგებიანი გამომცემლები განათლების მინისტრს უპირისპირდებიან, მინისტრისთვის კი პრიორიტეტი წიგნების უფასოდ დარიგება. სინუს ფესთან უდრის C შეხარდებული სინუს ფესთან და უდრის ოზურგეთის სოფელ მელქედურის სკოლაში მოსწავლეების ნაწილს სახელმძღვანელო არ აქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ოჯახის ბიუჯეტთან. მიწევს ის, რომ გაკვეთილის დიდი პერიოდი მონაკვეთი დაუთმო ჩაწერას, თემის ჩაწერას, იმიტომ რომ გადაქსეროქსებაც ძვირი ჯდება. 300 ლარზე მეტი ჭირდებოდა ჩემი ბავშვებისთვის წიგნები რომ შემეძინა და შემოსავალი ნულია, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ვერ უყიდულებდი. ჯერ ლაშვიც გამოვიდა ეს ისტორია. განსხვავებული ვითარებაა თბილისში. დედაქალაქში მშობელთა დიდი ნაწილი დასაქმებულია და შვილებისთვის სახელმძღვანელოების შეძენასაც ახერხებს. მერვე კლასელი მოსწავლესთვის სადღაც 155 ლარამდე და მეორე კლასელი ბავშვის 62 ლარამდე. ეს მარტო წიგნები. მცირე ექსპერიმენტი, რამდენი ლარი უნდა გამოყოს მშობელმა ოჯახის ბიუჯეტიდან სახელმძღვანელოებისთვის. გამარჯობათ. თუ შეგიძლიათ, თქვათ მე-10 კლასის სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი მაჩვენოთ. ყველასაგანი? დიახ, ყველასაგანი. ქართული ენა და ლიტერატურა, ძველი ქართული მწერლობა. 10 ლარი. სრული კომპლექტი ჯდება 150 ლარი და 90 განათლების სამინისტროს ინიციატივის შედეგად მშობელი თითოეულ მოსწავლეზე საშუალოდ 100 ლარს დაზოგავს. სახელმძღვანელოების ავტორები კი შესაძლოა დაზარალდნენ. სასტამბო ღირებულება იქნება ლარი და 80 თეთრი. აქედან გამომცემლობა და ავტორი ხელშეკრულების თანახმად მიიღებს 10%, რაც 18 თეთრს წარმოადგენს. 18 თეთრიდან ავტორის ჰონორარი იქნება, ანუ 20%-ია ისევ ხელშეკრულების თანახმად, რაც 3 თეთრს შეადგენს. აქედან კიდევ საშემოსავლო გადასახადი უნდა ჩამოიჭრას. შესაბამისად, ავტორი ჰონორარს იღებს ამ შემთხვევაში გაჩუქებული წიგნების რაოდენობის მიხედვით, რაც წელიწადში 200 ლარია და თვეში 15 ლარი. გამომცემლები აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოების გამოცემის უფლების ჩამორთმევა მათ გაკოტრებას. წიგნის ბაზარზე კი მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს. ისინი ინტერვიუზე უარს აცხადებენ და მზად არიან ოპონენტებთან კონკრეტულ ციფრებზე ღია ეთერში ისაუბრონ. პირველი პირი განათლების სამინისტროში არის განათლების მინისტრი, ის ჩვენთან დიალოგზე არ გამოსულა და დროა რო გამოვიდეს. პირველადი ინფორმაციით უფასო სახელმძღვანელოს 650,000 მოსწავლე მიიღებს. განათლების მინისტრი სამომავლოდ სახელმძღვანელოების დახვეწაზე ფიქრობს. ამისათვის კი ავტორებსა და გამომცემლებთან თანამშრომლობას გეგმავს. სახელმძღვანელოების მომზადება სპეციალურ კვლევებზე დაყრდნობით მოხდება. შეუკვეთავთ მათ სახელმძღვანელოების გაუმჯობესებას ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამ სამუშაოს ჩვენ ავანაზღაურებთ. და ავანაზღაურებთ კარგად. ამ ტექსტს შეუკვეთავთ დასაკაბადონებლად და მაკეტის გასაკეთებლად გამომცემლებს და მათაც აუნაზღაურებთ. სამოქალაქო სექტორი გამომცემლებსა და სამინისტროს რამდენიმე გამოსავალს თავაზობს. 250,000 მოსწავლე არის სოციალურ ბაზაში მოხვედრილი. ანუ ამ თვალსაზრისით სამინისტრო დახმარებოდა და დაებეჭდა სახელმძღვანელოები ყველა ამ მოსწავლესთვის. ეს სახელმწიფოს დაუჯდებოდა დაახლოებით 4,700,000 ლარი იმ გათვლებით, რა გათვლებით სამინისტროს გააჩნია. ხოლო დარჩენილი 8 მილიონი ლარი შეიძლება გამოთავისუფლებულიყო და მოხმარებოდა სახელმძღვანელოების შეძენას საბაზრო ღირებულებით. ძალიან ლეგიტიმური იქნება თუ კი სამინისტრო ავტორებისგან და პირველ რიგში გამომცემლებისგან იყიდის უფლებას, რომ დაბეჭდოს ეს წიგნები. და ეს უფლება დაჯდება გაცილებით უფრო იაფი, ვიდრე ჯდებოდა წიგნები. სამინისტროსა და გამომცემლებს შორის დაწყებული დავა სასამართლოში გაგრძელდება. მომზადებულია სარჩელიც, რომლითაც გამომცემლები საავტორო უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ზოგადი სურათი უკვე საკითხთან დაკავშირებით იმედია ნახეთ. ახლა კი უფრო კონკრეტულად ჩვენი გადაცემის სტუმრებთან გადავინაცვლოთ და გავარკვიოთ რა პრეტენზიები აქვთ თუნდაც გამომცემლებს. დიდი მადლობა ქალბატონო ელისო და ქალბატონო თამარ იმისაც რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გამომცემლობა დიოგენეს ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე უპასუხებენ დღეს ჩვენ შეკითხვებს, თუმცა დავიწყოთ ქალბატონი თამარით. ქალბატონო თამარ, როგორც სიუჟეტში
რუსეთში იყო ნახსენები თქვენ ამზადებთ სარჩელს, რათა დაიბრუნოთ ის უფლება, რომელიც გქონდათ. რა წერია ამ სარჩელში? ანუ უპირისპირდებით მხოლოდ მინისტრს თუ იმ კანონის მე-10 პუნქტს, რომელიც სწორედ ამ პროცესამდე მიგიყვანეთ თქვენ? უპირველეს ყოვლისა აღნიშნავ, რომ ჩვენ მიმართეთ საჩივრით საქართველოს მთავრობაც, კერძოდ პრემიერ-მინისტრს და მე მგონი აბსოლუტურად სამართლიანი გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება იმავე ვერტიკალში, ხელისუფლების იმავე ვერტიკალში, რომელიც ერთ-ერთმა რგოლმა მიიღო ეს გადაწყვეტილება სამწუხაროდ ნაჩქარევად და გაუაზრებლად. ამის შემდგომ ჩვენ უახლოეს დღეებში მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოსაც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, საკუთრების დაცვა არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ყველა მოქალაქისთვის და შესაბამისად არის საკონსტიტუციო სასამართლოს. ქალბატონო თამარ, საინტერესოა, თქვენ იცავთ მხოლოდ ინტელექტუალურ საკუთრებას თუ უბრალოდ არ ეთანხმებით თამაშის ერთიან წესებს, რომელსაც მინისტრი გთავაზობთ? ორივე მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია ამ საკითხის იურიდიული მხარე არის სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში უმთავრესი ნებისმიერი მოქალაქესთვის, მათ შორის მშობლებისთვისაც, გამომცემლებისთვისაც, ავტორებისთვისაც და ზოგადად საზოგადოებისთვის. მეორე მომენტი გახლავთ უკვე საზოგადოების კეთილდღეობიდან გამომდინარე ამ საკითხის სწორი დაგეგმვა, სწორი გადაწყვეტა და სახელმწიფოებრივი ხედვის გამოვლინება, რაც აუცილებლად უნდა აისახოს სამინისტროსა და გამომცემლების დიალოგში. კარგით. მოდით მოვუსმინოთ ქალბატონ ელისოს. ქალბატონო ელისო, საკითხი იყო თუ არა კარგად შესწავლილი, მომზადებული და შემდეგ მიაწოდეთ თუ არა სწორედ ისე როგორც საჭირო იყო გამომცემლებს. ანუ არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა და საუბრობენ ხარვეზებზე. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ამ ახალი გადაცემის დაწყება და გისურვოთ წარმატებები. ქალბატონი თამარი საუბრობდა სახელმწიფოებრივ ხედვებზე და სწორედ მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე იყო მიღებული განათლების სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება უფასო სახელმძღვანელოების დარიგებასთან დაკავშირებით მიღებული. სწორედ იმის გამო, რომ დღეს ქართული საზოგადოება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარმა კატაკლიზმებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა განათლების ხარისხზე, რომელსაც დღეს ჩვენი სახელმწიფო აი ამ პრობლემებს ერთობლივად იმკის, ამიტომ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი აბსოლუტურად უჭერს მხარს განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების შედეგად მინდა გითხრათ, რომ 900,000-ზე უფრო მეტი სახელმძღვანელო დარიგდება უფასოდ, რაც იქნება ძალიან დიდი შვება თითეული ოჯახისათვის. ყველა ოჯახი ერთ ბავშვზე დაზოგავს 160-დან 200 ლარამდე თანხას. უბრალოდ მე მიკვირს, რატომ არ აპროტესტებდნენ გამომცემლობები, მაშინ როდესაც მათ მიერ ხდებოდა აღნიშნული წიგნების დაბეჭდვა და მისი რეალური ღირებულება თითეული წიგნის გახლდათ ლარი და 80 თეთრი, ლარი და 90 თეთრი და ეს წიგნები 10-ჯერ უფრო მეტ ფასად იყიდებოდა, რაც სექტემბრისათვის ძალიან დიდ პრობლემას, ეკონომიკურ პრობლემას უქმნიდა თითეულ ქართულ ოჯახს. ქალბატონო ელისო, სანამ ქალბატონი თამარი გვიპასუხებს, საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია. საინტერესო იქნება თქვენ აღნიშნავთ, რომ გიკვირთ, რატო წინა ხელისუფლების დროს არ აპროტესტებდნენ კონკრეტულ საკითხს. თქვენ გეცოდინებათ პასუხიც და იქნებ გითხრათ, რომ შემდეგ ქალბატონმა თამარმა უკეთ გაგცეთ პასუხი. სამწუხაროა და ძალიან დელიკატურად მინდა აღვნიშნო, რომ წინა ხელისუფლების მიერ შემთხვევით არ ხდებოდა ხოლმე გამომცემლების შერჩევა, გარკვეული პოლიტიკური სიმპათიების ხარჯზეც ხდებოდა ხოლმე. ეს მე შემიძლია მედიიდან გამომდინარე დაგიდასტუროთ, რომ მაგალითად გაზეთ 24 საათი შეეძლო 800,000 მიეღო ყოველწლიურად ყოველგვარი ტენდერის გარეშე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სწორედ პოლიტიკური სიმპათიების გამო, ისე რომ სხვა გაზეთები პრაქტიკულად ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, იგივე ხდებოდა გამომცემლობებთან დაკავშირებით, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავარი არის ის, თუ რისკენ მიდის ქართული სახელმწიფო. მოდით ქალბატონ თამარს მოვუსმინოთ და შემდეგ მე კიდევ დაგიბრუნდებით. თუ შეიძლება წინადადება დამასრულებინეთ, იმიტომ რომ მე მინდა მთლიანობაში თქვენ
გიამბოთ იმის შესახებ, თუ ჩვენ რეალურად რისკებთ გამთ ნაბიჯებს, ჩვენ გვინდა არა რომელიმე გამომცემლობის დაზარალება, მათი ფინანსური პრობლემების შექმნა, არამედ ქართული საზოგადოების განათლების დონეზე, იმისათვის, რომ ადამიანების კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული და მათ მიიღონ შესაბამისი განათლება და ქართული სახელმწიფო ფეხზე დადგეს განათლების შედეგად. აი ამ ნაბიჯებს დგამს ბატონი გიორგი მარგველაშვილი და ჩვენ აბსოლუტურად მხარს უჭერთ მათ. რაც შეეხება იმას, რომ საავტორო უფლებებია დარღვეული, ამაზე გეტყვით, რომ 1 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ სახელმძღვანელოების ავტორებს გადაუხადოს განათლების სამინისტრომ ჰონორარი, ამიტომ აქ საავტორო უფლებების დარღვევას მე ვერსად ვერ ვხედავ. მოდით ქალბატონ თამარს მოვსმინოთ. ქალბატონო თამარ, საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა ქალბატონმა ელისომ ის იდეა და ინიციატივა, რომელიც ეკუთვნის მინისტრს და რა თქმა უნდა, მართველი გუნდის წარმომადგენლები იზიარებენ მის პოზიციას. ახლა მე მექნება ალბათ საშუალება ბოლომდე ვუპასუხო პუნქტობრივად. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ქალბატონ ელისოს, რომ ამ საკითხით დაინტერესდა და იმედი მაქვს, რომ უფრო ღრმად დაინტერესდება. ინიციატივა უფასო სახელმძღვანელობის შესახებ შეიძლება თქვენ გაგიკვირდეთ, მოდიოდა არა მინისტრისგან, არამედ გამომცემლებისგან. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ქართულ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. მეორე მომენტი, უფასო სახელმძღვანელობის იდეა არის აბსოლუტურად მისასალმებელი. ეს უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის გამართულობას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს აბსოლუტურად კანონიერ ფარგლებში. მესამე მომენტი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თანხობრივ მხარეზე ამ პროექტისა, ხო, სახელმწიფოებრივი ხედვა იმაშიც მდგომარეობს, რომ სწორად დაიგეგმოს, დაიწონოს და ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ ეკონომიკური თვალსაზრისით. მე ვფიქრობ და ჩემი კოლეგები ფიქრობენ, რომ ამგვარი წინასწარი გაანგარიშებები არ ყოფილა. კიდევ ერთი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. კონკრეტულ ციფრებს რახან მივადექით, მე მხოლოდ ერთ ფაქტს ავღნიშნავ. მინისტრმა ბრძარა, რომ 1 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი ყველა გამომცემლობისთვის, ყველა ავტორისათვის. შარშან გამომცემლობა დიოგენემ, მხოლოდ გამომცემლობა დიოგენემ, რომელიც იყო უკიდურესად შევიწროებული ჩაშკინის პერიოდში, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ სასამართლოსაც მივმართეთ და ყველა ინსტანცია წავაგეთ სამწუხაროდ, ჩვენ ხმამაღლა ვაკრიტიკებდით სამინისტროს და ვცდილობდით დაპირისპირებას სამართლებრივად, მაგრამ ეს უშედეგო იყო წინა ხელისუფლების პირობებში. აი ამ სიტუაციაში გამომცემლობა დიოგენეს ძალიან მცირე წილი ჰქონდა ბაზარზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ ჰონორარის სახით ჩვენმა ავტორებმა ჯამურად 300,000 ლარზე მეტი მიიღეს. თქვენთვის თვალსაჩინოა ხომ განსხვავება ჯამური 1 მილიონი და 1 საშუალო გამომცემლობის მიერ გაცემული 300,000 ლარი. ასე რომ ციფრები დაუზუსტებელია. სამწუხაროდ მე ძალიან მიხარია, რომ აი ეს რეპორტაჟი, რომელიც თქვენთან გავიდა, აბსოლუტურად დაბალანსებული რეპორტაჟი, რეალური ციფრების ამსახველი რეპორტაჟი, სამწუხაროდ ეთყობა ქალბატონმა ელისომ ვერ ნახა, თორემ ის დაინახავდა თუ რაოდენ ცუდ მდგომარეობაში არის გამოსავალი. ანუ უნდა მოიძებნოს გამოსავალი. მე მოვუსმინე ამ რეპორტაჟს და თქვენ ინტერვიულებთ იმასთან დაკავშირებით, მე რა ვნახე და რა არ მინახავს, თქვენ მოაყალიბეთ საკუთარი პოზიცია. მე ამ რეპორტაჟს მოვუსმინე და ვნახავ კიდევაც. დიახ, ქალბატონო ელისო, მე მაშინ პირადად თქვენ მოგმართავთ და ერთი წუთით თუ შეიძლება დავამთავრებ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კი არსებობდნენ გამომცემლობები, რომლებიც იყვნენ კორუფციულ გარიგებაში რომელიმე ხელისუფლებას და კერძოდ განათლების სამინისტროსთან, ხომ? რატომ არ ვლაპარაკობთ ამაზე? რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები და რატომ ეცხება ჩირქი ყველა გამომცემლობას? იცით რა, როდესაც თქვენ ლაპარაკობთ ხელშეწყობის რეჟიმზე, არასწორ სახელმწიფო პოლიტიკაზე, მაშინ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმიტომ რომ გამომცემლების დიდი ნაწილი მერწმუნეთ, ჩვენ ვიყავით განათლების რეფორმის ნაწილი და თქვენს წინაშე დღეს ზის გამომცემელი, რომელიც ახალმა დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ მიიყვანა კატასტროფის პირას, ამას აბსოლუტურად სერიოზულად ვაცხადებ. თქვენ აღნიშნავთ, რომ ხართ სერიოზული პრობლემის წინაშე და გამომცემლებს აქვთ დღეს პრობლემა. მოდით ვისაუბროთ გამოსავალზე. არსებობს თუ არა ამჟამინდელ მინისტრთან, იგივე თუნდაც ქალბატონ ელისოსთან და ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა და მოგვარება. დასხდეთ და პრობლემა იყოს გადაჭრილი, სანამ ახალი სასწავლო წელი დაიწყება და ჩვენ არ მივიღებთ ამ პროექტს უხარისხოთ სწორედ მოზარდებისთვის. აბსოლუტურად გეთანხმებთ. გამოსავალი რასაკვირველი არსებობს. მე მიხარია, რომ საზოგადოება საერთოდ ამ
ამ თემით დაინტერესდა. და რასაკვირველია მნიშვნელოვანია, რომ არ შეჩერდეს განათლების რეფორმა, გამომცემლები ის ხალხი, ვინც ქმნის წიგნს და მერწმუნეთ, რომ სტამბა არის ერთი ძალიან მცირე რგოლი ამ დანახარჯების. ეს დაახლოებით ისეთი შედარება, აი სტუდიის ტელევიზიის დანახარჯები მხოლოდ კამერის ღირებულებაზე რომ დავიყვანოთ. აი წიგნს ვინც ქმნის, ბუნებრივია უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მომზადების და მიღების პროცესში. ახლაც არ არის გვიანი, ჩვენ მოუწოდებთ დიალოგისკენ ხელისუფლებას და იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი შედგება. დიდი მადლობა, ქალბატონო ელისო. აპირებთ თუ არა კომიტეტზე ამ საკითხის დაყენებას ან შეკრებას და იგივე მიიღებთ თუ არა ქალბატონი თამარის შემოთავაზებას, რომ ერთად როგორმე მოძებნოთ გამოსავალი. მე მივესალმები ქალბატონი თამარის პოზიციას დიალოგთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით. მე კორუფციული გარიგებები არ მიხსენებია, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ყოველწლიურად 50 მილიონ ლარს გამოყოფდა სასკოლო სახელმძღვანელოების დასაბეჭდად, ბუნებრივია ესეც არ არის გამორიცხული. ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული გახლდათ ის ფაქტორი, რომ როგორც ცნობილია, წიგნების ძალიან დიდი ნაწილი ბეჭდებოდა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში და მე როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მარწმუნებენ, აი ამ რეფორმის შედეგად მოხდება ისე, რომ სახელმძღვანელოების თითქმის მთლიანი ნაწილი, რაც უფასოდ უნდა დარიგდეს, დაიბეჭდება თავად საქართველოში და ერთ მომენტს შემიძლია გავუსვა ხაზი. მე მხარს დავუჭერდი განათლების სამინისტროს ბიუჯეტში ავტორებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობის გაზრდას. იქედან გამომდინარე, რომ აი ეს თანხა უნდა იყოს ღირსეული იმ ადამიანების შრომისათვის, რომლებიც ქმნიან ინტელექტუალურ საკუთრებას. ამ კუთხით მხარს დავუჭერდი გარკვეულ საბიუჯეტო ცვლილებებს. სხვა შემთხვევაში ყველა იმ ნორმას ვეთანხმები, რაც განათლების სამინისტრომ შემოგთავაზა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ის, რომ ადამიანებს განსაკუთრებით სოფლებში ჰქონდეთ სასკოლო სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობა. მეორე, ის რომ ეს სახელმძღვანელოები იყოს რაღაც ერთიანი ეროვნული სტანდარტებით შექმნილი და მესამე, რომ პროდუქცია შეიქმნას თავად საქართველოში, რაც მის დანახარჯებს შეამცირებს. ჩვენს ინტერესში არ არის არც ერთი გამომცემლობის გაკოტრება, თუმცა თუ ჩვენ შევადარებთ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, რომელიმე გამომცემლობის კომერციული ინტერესები თუ საზოგადოების ინტერესები. ანუ ჩვენ მაინც საუბრობთ კომერციულ ინტერესებზე და ვცდილობთ, რომ დაიცვათ იგივე სკოლის მოსწავლეების უფლებები და მე მგონი კომუნისტების შემდეგ არ ყოფილა ხო უფასო სახელმძღვანელოები და ახალი სასწავლო წლიდან მოხდება ისეთ ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთიანი ძალისხმევით ძალიან ბევრი სასიკეთო სიახლე ელოდება ქვეყანას. და ეს ახლა ერთიანი კონცეფციის შემადგენელი ნაწილი. კონკრეტულად ეს იქნება უფასო სახელმძღვანელოები, მე ვიცი ადამიანები, რომლებიც უკვე საჯარო სკოლებში აპირებენ საკუთარი შვილების გადაყვანას კერძო სკოლებიდან, სწორედ იმიტომ, რომ მათ დაიჯერეს ქართული განათლების სისტემის შესაძლებლობების, ეს იქნება უფასო ბაღები, რაც ქალბატონი თინა ხიდაშელის და ქართული პარლამენტის დამსახურებაა, რომ სექტემბრიდან ეს კანონით შევა ძალაში და ძალიან ბევრი სასიკეთო ინიციატივა განხორციელდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება გამომცემლობების გაკოტრების ხარჯზე, უბრალოდ როგორც ჩანს გამომცემლობებს მოუწევთ უფრო ესეთი მოკრძალებული შემოსავლებით დაკმაყოფილება. დიდი მადლობა, თქვენი პოზიცია გასაგებია და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობისათვის. დიდი მადლობა ქალბატონო ელისო ამომწურავ ინფორმაციისთვის. ქალბატონო თამარ, მოკრძალებული გასამრჯელო, რომელიც დაგრჩებათ თქვენ ამ ინიციატივის შედეგად. ანუ თუ ქალბატონო ელისოს დაუჯერებთ, არც ძალიან ცუდად არის საქმე. დიახ, სამწუხარო, ძალიან წუხარო, რომ ქალბატონ ელისოს არ აქვს სწორი ინფორმაცია. ის რომ სახელმწიფო ხარჯავდა სახელმძღვანელოებაზე 50 მილიონს, ეს აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ გადაამოწმოთ განათლების სამინისტროს წინა წლების ბიუჯეტში, ასეთი რამ არ მომხდარა. შესაბამისად, მე ვწუხარ, რომ ქალბატონ ელისო მხოლოდ განათლების სამინისტროს ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ არ ვიცი, რატომ არ არის გადამოწმებული. 50 მილიონი ტრიალებდა
ქალბატონო თამარ დავაზუსტებ თუ შეიძლება განათლების სამინისტრო კი არ ხარჯავდა 50 მილიონს 50 მილიონი ლარის ბიზნესია საუბარი და თუ ჩვენ ერთ შემთხვევაში გვადანაშაულებენ იმაში რომ აი კერძო კომერციული კომპანიები რომლებიც სამედიცინო სფეროში საქმიანობენ უზარმაზარ თანხებს იღებდნენ სწორედ აი 50 მილიონი ლარია დაახლოებით ის თანხა რაც ყოველწლიურად აი სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე ტრიალებდა სწორედ აი ამ რაოდენობის თანხის დაკარგვაზეა საუბარი ერთი წამით ბაზრის მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 40 მილიონს ეს ძალიან მნიშვნელოვანია 50 60 და 100 არა 40 მილიონი იყო ბაზრის მოცულობა და ეს არის შემოსავალი და არა მოგება ეს ძალიან მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ჩვენ კონკრეტულად გამოცემობა დიოგენე უახლოესი 2 დღის მანძილზე აბსოლუტურად საჯაროს გავხდით ჩვენს ბუღალტერიას გასული წლის მანძილზე რა მოხდა და თქვენ ქალბატონო ელისო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია აღმოაჩინოს და მერწმუნეთ რომ თქვენ შოკში იქნებით იმ მონაცემებით რასაც ჩვენ გავასაჯაროებთ და რომელიც მეტყველებს იმაზე რომ სახელმძღვანელოების შექმნა გაცილებით ძვირი ჯდება ვიდრე შეიძლება გამომცემლობა ქალბატონ თამარ საინტერესო ინფორმაცია თქვი ჩვენ ველოდებით ამ დოკუმენტების გასაჯაროებას ბუნებრივია ქალბატონ ელისოც ნახავს და შემდეგ შეგვიძლია ამ თემაზე კიდევ ვისაუბროთ მაგრამ ბოლოს ჩემი შეკითხვა როგორც გამომცემელი საინტერესო არის აპირებთ თუ არა ამ პროცესში ჩართვას ანუ მიუხედავად პროტესტისა მიიღებთ თუ არა ამ გამოწვევას და ახალი სასწავლო წლისთვის მოემზადებით თუ არა რომ უფასოდ მოხდეს წიგნების დარიგება იცით რა არის ის რომ გამომცემლობები საგანმანათლებლო კუთხით აქტიურობენ ეს არ არის შემთხვევითი არჩევანი შემიძლია გითხრათ რომ ჩვენი მოქმედების ამ წლების მანძილზე ჩვენ მოქმედებას მუდმივად ახდა ქველმოქმედება რაოდენ და ძნელად დასაჯერებელი არ უნდა იყოს. ანუ ქველმოქმედებას აპირებთ? ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებას, მაგრამ მე მინდა ვთქვა გარკვევით. თუ კი იქნება საქართველოში დაცული ბიზნესის ინტერესები, თუ კი იქნება შესრულებული ის მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს ევროკავშირთან თანამშრომლობას და საყოველთაო და ღრმა ყოვლის მომცველი და ღრმა სავაჭრო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში მოქმედებას, თუ კი გულისხმობთ რომ საქართველოში უნდა იყოს კონსტიტუციური უფლებები დაცული, მაშინ მერწმუნეთ ბიზნესი განვითარდება, ის იქნება სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი. დიდი მადლობა, მოდით ბიზნესის განვითარებაზე შემდეგ ისაუბრებს თეაშველიძე, ამიტომ ქალბატონ ელისო შევაჯამებიოთ, მიუხედავად იმისა, რომ εμას ცოტა ხნის წინ დავემშვიდება, ქალბატონ ელისო. მე მგონი საკმაოდ კარგად ისაუბრა, ხო, ქალბატონმა თამარმა, რომ ბიზნესი უნდა იყოს ხელშეუხებელი და შეუწყოთ მათ ხელი, ხო? და ქველმოქმედებაც ახსენე. აბსოლუტურად ვიზიარებ ქალბატონი თამარის დამოკიდებულება, სასიამოვნოა რომ მისი დამოკიდებულება უფასო სახელმძღვანელოების დარიგებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი მთავრობისა და პარლამენტის პოზიციას, რაც შეეხება იმ წარმოქმნილ სირთულეებს, რაც მაგალითად გულისხმობს წიგნების ავტორების ჰონორარის გაზრდას, ან გარკვეულწილად ბიზნესის ინტერესების დაცვას, მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი კომიტეტი მზად არის თანამშრომლობისათვის, ჩვენ ველოდებით გამომცემლებისაგან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიხვეწოს პროცესი და შესაბამისად მზად ვართ რომ განათლების სამინისტროსთან დიალოგს შევუდგეთ სათავეში. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ის იდეა რომ საქართველოში განათლება იყოს ხელმისაწვდომი და კონსტიტუციური უფლება მოქალაქეების მათ შორის ყველაზე უფრო რთულ სოფლებში იყოს დაცული, სადაც ადამიანებს ელემენტარულად ლუკმაპურის მოპოვება უჭირთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, რომ ყველა გამომცემელი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს ამ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას დაუდგება გვერდით. მზადვართ განვიხილოთ მათი ყველა წინადადება. დიდი მადლობა ქალბატონებო, მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენს კითხვებს პასუხობდნენ გამომცემლობა დიოგენეს ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე. საპარლამენტო ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, რამდენიმე წუთში ჩვენ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში და ასევე ნახავთ რეპორტაჟს.
ეს არის ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში და ახლა რეგიონის დროა ერთად გავიგოთ თუ რა ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თუმცა დღეს პრიორიტეტი იქნება ფოთი. საპორტო ქალაქი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა, ფოთს დატბორვა ემუქრება. ჰიდროკვანძი, რომელიც ნახევარ საუკუნეს ითვლის და ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, შესაძლოა დაინგრეს. ლაშა ზარგინავას რეპორტაჟიდან გაიგებთ, ემუქრება თუ არა ქალაქს გარე სამყაროს მოწყვეტა, შემდეგ კი უკვე პირდაპირ ეთერში ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჩაგვერთვება. ექსპერტები ფოთში მდინარე რიონზე მდებარე წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძის მდგომარეობის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათივე განმარტებით დროებითი ღონისძიებების გატარება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკოლოგიური და ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალი იქნება. გამორეცხები დაიწყო უკვე და სანამ ეს კაშლამდე მივა, დროზეა შველად საჭირო რომ გამაგრება ისევ დაიწყოს ამ კაშლის დროებით ისე, იმიტომ რომ კაპიტალურად ამ ნაგებობის რეაბილიტაცია და აღდგენა მოხდება მხოლოდ მშრალ მდგომარეობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ რიონი უნდა გადავარდეს დაახლოებით 500 მეტრით და მშრალ ადგილას გაკეთდება სარემონტო სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ დარგის სხვა სპეციალისტებიც. ანგული ბებია განმარტავს, რომ ჰიდროკვანძი წყლის დონის რეგულაციას ვერ ახერხებს, რაც შესაძლოა ფოთის დატბორვის მიზეზი გახდეს. აქ შეიძლება დიდი ტრაგედია მივიღო, აი თუნდაც მე-7 კილომეტრის ხიდი, ეგრეთ წოდებული ხიდი, რომელიც თავის დროზე მას შეუთავსეს ხიდის ფუნქცია, რომელიც გათვლილი იყო, როგორ გითხრათ, მახსოვს ასეთი ტერმინი იყო პოლუტორკები, ანუ ნახევარტონინი ტვირთმზიდები. იმაზე იყო ხიდი გათვლილი და დღეს მდგომარეობით კი ვიცით 40 ფუთიანები და 20 ფუთიანი ტრაილერები გადადიან. დროებითი სარემონტო სამუშაოები ჰიდროკვანძის 3 წლიანი გარანტიით 2006 წელს ჩატარდა, ხოლო საინჟინრო დასკვნა კი 3 წლის წინ მომზადდა. ჰიდროკვანძის მშენებლობა ფოთის შესასვლელთან 1959 წელს დაიწყო. 1960 წელს კი იგი ექსპლუატაციაში შევიდა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები იცის დროებითი ღონისძიების სახით მხოლოდ ორჯერ ჩაუტარდა. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისი მდგომარეობა ამჟამად კატასტროფულია. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გათვლებით ჰიდროკვანძის დანგრევის შემთხვევაში მხოლოდ ეკონომიკური ზარალი $100 მილიონ გადააჭარბებს. ქოჩა დოლბაია ამბობს, რომ პრობლემა თავისი არსით საქართველოს ფარგლებს ცდება და ტრანსრეგიონული მნიშვნელობისაა. ეს მარტო ტერიტორიის სახება არ იქნება, ეს იქნება ძალიან სერიოზული ზარალი, პირველადი ზარალი, დაახლოებით 100 მილიონი შეიძლება ითქვას დოლარი, მაგრამ ეს 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი ზარალი იქნება არა მარტო ქვეყნისათვის, არამედ ეს ზარალი იქნება იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც აქედან ტვირთებს ეზიდებიან. არსებული ვითარების შესწავლის მიზნით ფოთის საკრებულოში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უახლოეს მომავალში ექსპერტების ჩართულობით ნაგებობების მდგომარეობა უნდა შეისწავლოს. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობაშიც ფლობენ. ჩავაყენეთ საქმის კურსში, აუხსენით რა საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას და რომ დაგვეხმარონ ჩვენ ამ თანხების მოძიებაში. ექსპერტების განმარტებით მდინარე რიონში წყლის არასწორი მართვის შედეგად ზღვამ 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია უკვე მიიტაცა. ზღვის შესართავთან სანაპირო ზოლის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც ჯერ კიდევ 50 წლის წინ იპოდრომი ფუნქციონირებდა, მთლიანად დაიტბორა და მხოლოდ ტრიბუნების ხიმინჯები ღე შემორჩა. საპორტო ქალაქის საფრთხე და პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ ფოთი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გოჩა დოლბაია. საღამომშვიდობის ბატონო გოჩა, თქვენ აღნიშნავთ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია ბოლო პერიოდში დაწყებულ სამუშაოებს. რა ეტაპზე არის იგივე საკრებულოსთან სპეციალური კომისიის მუშაობა? ანუ რა ნაბიჯები გადაიდგა? მოგესალმებით, სასიამოვნოა ის, რომ 1 ოქტომბერში არ შეიძლება არ აღვნიშნო, ძალიან ბევრი პოზიტივები აღინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური ხელისუფლება უკვე აქცევს ყურადღებას რეგიონში მდგომარეობას, პრობლემებს და ასე შემდეგ. დღევანდელი ჩემი ჩართვას ქალაქ ფოთიდან ზუსტად მიანიშნებს იმას, რომ უკვე ისეთ სერიოზულ პრობლემატიკაზეა საუბარი, რაც წლების განმავლობაში არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია. აქედან გამომდინარე, ეს მიანიშნებს იმას, რომ ჟურნალისტების ინტერესია. დღეს ახლა მე არ მოვყვები თუ რა მნიშვნელობა. ხო არა, მე მოგეთქვით, რომ ეს ისე არ არის, როგორც ეს წინაწლებში იყო, წინაწლებში ყოველთვის ყოფილი ხელისუფლება და იმის წინამდელი ხელისუფლება. მოდით, საკითხი შევეხოთ, თუ შეიძლება, რა ეტაპზე არის სამუშაოები? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით
საკითხ შევეხები პირდაპირ რომ თავმჯდომარის ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტა სპეციალისტებით, დაკომპლექტა სერიოზული კომპეტენტური ადამიანებით და დღეს ჩვენ გვაქვს რეალური სურათი ის რომ კომენტარებში ვნახეთ ჩვენ და სიუჟეტებში ვნახეთ თუ რა კატასტროფული მდგომარეობა შეიძლება მოყვეს თუ დღესვე არ მივაქციეთ ჩვენ ყურადღება რიონის თემას, არ მივაქციეთ ყურადღება იმ ჰიდროგრაფიულ კვანძს, უნიკალური ჰიდროგრაფიული კვანძი, რომელიც თავის დროზე მშენებლობის დაწყებიდანვე ასრულებდა სერიოზულ როლს ქალაქის განვითარებაში, მხედველობაში აქვს ის რომ ჰიდროკვანძის მნიშვნელობა არის ერთი რომ ქალაქი დაიცვას დატბობისაგან და მეორე დიდი მნიშვნელობა აქვს მას ის რომ სამხრეთი შტო მიმართულებით, რიონის მიმართულებით გამოუშვას დიდი ნაკადი 500 კუბური მეტრი წამში. ბატონო გოჩა, ამ ეტაპზე შეგვიძლია თუ არა ვთქვათ რომ ქალაქი ნამდვილად არის საფრთხეში და ეს ზოლი არის მოშლილი და სასწრაფოდ საჭიროებს შეკეთებას. მე გეტყვით არა მარტო საფრთხეშია ქალაქი, არამედ მე თქვენ კიდევაც და დღესაც ვიმეორებ რომ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში 2 კილომეტრი წარეცხა ზღვამ სანაპირო ზოლი და დღეს არის კატასტროფული მდგომარეობა. დღესვე რო არ მიექცეს ყურადღება ამ მიმართულებით, არ მიექცეს ყურადღება, თქვენ წარმოიდგინეთ დაახლოებით 2-3 წელიწადში ნახევარქალაქს წაიღებს ზღვა და ავტომატურად ეს ქალაქის პრობლემა არ არის, ავტომატურად ხელი ესე ფაქტურად შეფერხდება. როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა ლაშა ზარგინავამ მოიპოვა ინფორმაცია და მან სწორედ მიაწოდეთ თქვენ ეს ინფორმაცია, მთავრობა საკითხთან დაკავშირებით არის საქმის კურსში. რეალურად რას აკეთებს თქვენ საკმაოდ მოხიბლული იყავით, თავში დააღნიშნეთ რომ მთავრობა გაქცევთ ყურადღებას. ანუ შესაძლებელია რომ ძალიან მალე დაიწყოს სამუშაოები და ეს საფრთხე აცდეს ფოცს. მე გეტყვით რომ საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა ინფრასტრუქტურის განვითარების რეგიონალური განვითარების მინისტრის საქმის კურსშია და რა თქმა უნდა ამაზე მიდის ახლა ერთ დღეში ეს არ გაკეთება, ეს სერიოზული პროექტია და სერიოზული სამუშაოა, რა თქმა უნდა სამინისტროები ჩართულია პროცესში და შეისწავლიან. ჩვენ რა თქმა უნდა მიმართულებითაც მუშაობთ, სახელმწიფოსთან და ამავდროულად მუშაობთ არასამთავრობო სექტორთან. ჩვენ გვაქვს არის ასეთი CDA-ის ნათელა უნაშვილი არის ასეთი წარმომადგენელი სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გვერდება ამ მიმართულებით კიდევ დახმარებას და დონორი ორგანიზაციების მოძიებაში დაგვეხმარება. ასე რომ ჩვენ ამ სერიოზულ პრობლემაზე ეს დღესაა პრობლემა, ხოლო ხვალ იქნება კატასტროფა. ამიტომ სამინისტროს საქმის კურსშია, არასამთავრობოდანაც მუშაობთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან უახლოეს მომავალში ჩვენ ამ პროექტზე მივიღებთ შედეგებს და ამ მიმართულებით უკეთესობა იქნება. დიდი მადლობა ბატონო გოჩა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მოკლედ თუ ბატონ გოჩას დავეყნობით, ფოთი არის საფრთხეში, საჭიროებს ყურადღების მიქცევას და ბუნებრივია მთავრობის რეაქციაც უნდა იყოს სწრაფი. საბერძნეთში 15,000-მდე სახელმწიფო მოხელე სამსახურიდან გაუშვებენ. სამსახურად კი ქვეყანა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგ საერთაშორისო ტრანშს მიიღებს. ათენში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი საჯარო სექტორის თანამშრომლები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. ახალი საპროტესტო ტალღისაგორება პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც ანტიკრიზისული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას ითვალისწინებს. ახალი კანონის მიხედვით 2014 წლის ბოლომდე სახელმწიფო სტრუქტურებიდან 15,000 ადამიანის გაშვება იგეგმება. დღემდე სახელმწიფო მოხელეებს სამსახური კონსტიტუციით ცხოვრების ბოლომდე გარანტირებული ჰქონდათ. ისაც ქვეყანაში ხდება ტრაგედიაა, გარდა იმისა, რომ მასწავლებლების ყოფასი შეგვიმცირეს, არის იმის საშიშროებაც, რომ 8500-მდე ადამიანი სამსახურიდან გაგვუშვა. ამასთანავე ახალი კანონი მინიმალური ხელფასის 100 ევროთი შემცირებას, სამუშაო საათებისა და ქონების გადასახადის გაზრდასაც ითვალისწინებს. ეკონომიკური რეფორმა მთავარი წინაპირობაა, რაც საერთაშორისო კრედიტორებმა საბერძნეთს წაუყენეს. სანაცვლოდ ქვეყანა 8 მილიარდ 800 მილიონ ევროს მიიღებს. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიცია ეწინააღმდეგება. ქვემა არაჰუმანურმა და კატასტროფულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა ექსპერიმენტების ლაბორატორია დაქცია. საბერძნეთი მეოლების კოლონია დაქციეთ, მოსახლეობა კი გააღატაკეთ. ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მმართველმა კოალიციამ კანონპროექტის დასამტკიცებლად 300-დან 168 ხმის მიღება შეძლო. ახალი კანონის მიღების შემდეგ საპარლამენტო დარბაზიდან გამოსული მთავრობის წარმომადგენლები მიღებული გადაწყვეტილებით თავს იწონებდნენ. ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, მაგრამ ახალი კანონი ქვეყანას წარმატებას მოუტანს.
საბერძნეთი ბოლო 6 წელია ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია. უმუშევრობის მაჩვენებელმა რეკორდულ მაჩვენებელს 27%-ს მიაღწია. ეკონომიკური მდგომარეობა კი მძიმე ტვირთად განსაკუთრებით მოსახლეობას აწევს. ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთში შემცირდა ხელფასი და პენსია, გადასახადები კი გაიზარდა. კაიროს სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს შეერთებული შტატები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებას მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბაშარ ასადის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებები ისმის. სირიული მედიის ცნობით ამბოხებულებმა ქიმიური იარაღი დედაქალაქის გარეუბანის დაბომბვისას გამოიყენეს, რის შემდეგაც სამთავრობო არმიის ჯარისკაცებს მისი ზემოქმედების სიმპტომები აღენიშნებათ და საავადმყოფოში მკურნალობენ. სიმართლის დასადგენად პირველ რიგში სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩავატაროთ. ჯარისკაცებს სისხლის ანალიზი უნდა აუღოთ. საბოლოო შედეგის დასადგენად დროა საჭირო. შეერთებული შტატები ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. ჯონ მაკეინი სირიაში საერთაშორისო ძალების გაგზავნას ითხოვს. რესპუბლიკელი სენატორის განცხადებით, ოპერაციის დასაწყებად ჯარი მზად უნდა იყოს. თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ დამასკომ სამოქალაქო ომში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ჩვენ თქვით, რომ საჭიროა სირიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდეს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ პეტრიოტის ბატარეა და ბალისტიკური რაკეტები. ასევე შეგვიძლია მეამბოხეებს იარაღი მივაწოდოთ. თქვენ კარგად იცით, რომ რუსეთიდან და ირანიდან სირიაში იარაღის ზღვა შეედინება. ირანელები სირიაში იმყოფებიან. ეს უსამართლო ბრძოლაა. საერთაშორისო ძალები სირიაში უნდა შევიდნენ და ქიმიური იარაღის საწყობების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას გაეროს გარდა საფრანგეთიც აპირებს. არა დარწმუნებული არ ვარ, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. არსებობს ბრიტანელებისა და ამერიკელების მიერ მოწოდებული გარკვეული მონაცემები, თუმცა ჩვენ ამ ინფორმაციას ვაზუსტებთ. ვცდილობთ გამოვიძიოთ, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს. შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ასევე რუსეთმაც განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დამტკიცდება, ეს საკმაოდ ბევრ ამას შეცვლის სირიის კონფლიქტთან მიმართებაში. ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის მცდელობები გააფართოოს გამოძიება მათი მხრიდან სირიის სამოქალაქო ომში ჩარევის საბაბს აჭენს. ეს ინფორმაციები სიმართლეს ყოველთვის არ შეესაბამება. დეკემბერში ქალაქ ჰომსთან ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით ფაქტი უარყვეს. მტკიცებულება კი არავის წარმოუდგენია. არსებობენ სახელმწიფოები და გარე მოთამაშეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სირიის რეჟიმის დასამხობად ნებისმიერი საშუალება მისაღებია, მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საკითხი სერიოზული თემაა და ამ საკითხთან ხუმრობა არ შეიძლება. გეოპოლიტიკური მიზნებით სპეკულირება მიუღებელია. პარალელურად სირიის სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. პრეზიდენტ ასადის ავიაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ამბოხებულთა პოზიციებს ბომბავს. დედაქალაქ დამასკოს ცენტრში თავდასხმა მოხდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე. შეერაღებულმა პირებმა მისი ავტოკოლონა ააფეთქეს. თავად პრემიერს დაზიანებები არ მიუღია. სირიის 2 წლიან სამოქალაქო დაპირისპირებას სულ 70,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მილიონზე მეტი კი ქვეყნიდან გაიქცა და მეზობელ ქვეყნებში ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს. საკმაოდ რთული ვითარებაა და როგორც ჩანს ამ დრომდე რჩება სირიაც ხელწერტილად. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე თეაშველიძე სტუმრებთან ერთად შემოგვიერთდება და უფრო დეტალურად გვეტყვის რა ხდება ბიზნესში. აიყო დღეს მთავარი და რა ამოარჩია ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა. მოკლედ, გრაფიკას ვნახავთ ეკრანზე, სადაც წერია: იმედი აღარ მაქვს, რომ შიგნით მოვახერხებთ დაალაგებას, თუ არა და თავის დროზე ყველაფერს გაიგებთ, ჩემი პოზიციით გიჩვენებთ გულწრფელობას. კითხვებიც კი, რომელიც გვაქვს, გარეთ გამოვა. თუ მოხდა და პოზიტიურად გადაწყდა, ამას გაიგებთ, თუ არა და რას ეხებოდა და ვისთან იყო კითხვები, გეცოდინებათ. ეს განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მის ინტერვიუ, ანუ საუბარი შეეხება მინისტრს, რომელიც სავარაუდოდ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს. კითხვებიც, რომელიც კი არსებობს შიგნით, აი ესეც კი გამოვიტანე გარეთ, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ შიგნით რომ დიდი იმედი აღარა მაქვს, შიგნით რომ მოვახერხოთ ამ მინისტრთან და დავალაგოთ, თუ არა და გაიგებთ თავის დროზე ყველაფერს.
დამოკლედ გეტყვით რა ხდებოდა დღეს მთავარი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი განახდა, თუმცა აღმოაჩინეს, რომ იქ იყო სტაჟიორი ადვოკატი, რომლის სახელი და გვარი გადაცემის თავში გითხრა ჩვენმა კორესპონდენტმა. ასევე დღის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო წიგნების საკითხი და განათლების მინისტრის ინიციატივა. ერთმანეთის პირისპირ დღეს იდებატეს როგორც გამომცემელმა, ასევე პარლამენტის განათლების კომიტეტის წარმომადგენლებმა და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს და ამ პროცესის და პრობლემის მოგვარება შეეცდებიან. ასევე კიდევ ერთი საკითხი არის ფოთის პრობლემა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, საჭიროებენ დახმარებას მთავრობის მხრიდან და იმედია მთავრობა მათ დროულად მიაქცევს ყურადღებას.